სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. დღეს საკითხულ სამოციქულოში პავლე მოციქული ამბობს ესეთ სიტყვებს. არა უწყითა ძმანო, რამე თუ ტაძარნი ღმრთისანი ხარ და სული ღმრთისა დამკვიდრებულ არის თქვენ შორის. ესე იგი ადამიანი, ახლა პავლე მოციქული სიტყვები ღრმა არის და ძნელად პეტრე მოციქული ამბობს, რომ პავლე მოციქულის სიტყვებიო ძნიად სათარგმანებელიაო და რომ ვიღაცებმაო არასწორად განმარტესო მისი სიტყვებიო. დიდი ფილოსოფოსი იყო პავლე მოციქული და დღეს საკვირველ რამეს გვამცნობს, რომ ესე იგი ადამიანი ჩვენ ტაძარნი ხარ სულისა წმინდისა და სული ღვთისა დამკვიდრებულა შენ შორის. ანუ ესე იგი ეს ჩვენი ეს გვამი არის ჭურჭელი, სადაც სული ღვთისა არის დამკვიდრებული. ღირს ხო დაფიქრებათ, რომ ესე იგი როგორ წარმოიდგინო, რომ ეს არის ჭურჭელი, სადაც ღვთის სული ცხოვრობს. და ამის დაფიქრება ჩვენ ძალიან ამაზე დაფიქრება ჩვენ ძალიან დიდ სარგებელს მოგვიტანს. პირველ რიგში ყველამ ვიცი ჩვენ ადამიანებმა, რომ გვინდა ვიყოთ ღმერთთან. ღმერთთან სიახლოვე ყველას უნდა. აბსოლუტურად. ზოგს გააზრებულად, ზოგს გაუაზრებლად, ზოგმა საერთოდ არ იცის რა ჭირს, მაგრამ რო დაждდე და ისაუბრო და გამოიკვლიო და ჩაუღრმავდე, აღმოჩნდება, რომ ღმერთთან უნდა ყოფნა, ღმერთთან სიახლოვე უნდა. და ჩვენ ვინც აქ ვართ მოსულები, განა ჩვენ კი არ გაგვინელდა ეს სურვილი, რომ ღმერთთან ვიდა პირიქით, ჩვენ უფრო გაგვიცხოველდა, მაგრამ აქ მოსული ადამიანი უკვე იგებს ამას, ბევრ ამას იგებს სახარებიდან, სამოციქულოდან, განისწავლება, ჩაუღრმავდება, იგებს რაღაცებს. მივხვდით, ყველა ადამიანს უნდა ღმერთთან, მაგრამ არ იცის რა ქნას. ძალიან ხშირად არის შემთხვევა, რომ ადამიანი მოდის ეკლესიაში და ეხლა ჩვენ მოძღვრები ამას ვხედავთ, კარგად რომ იმდენად დიდი სურვილი აქვს ქრისტესთან სიახლოვის, მაგრამ გეუბნება, რომ რა ვქნა, მამო, არ ვიცი. არ ვიცი როგორ ვიყო, როგორ გავაკეთო, როგორ დღეს ეხლა მაგალითად. რა ცოტანი ვართ ეკლესიაში, ხო? ხა რო გახვიდეთ, ძალიან ბევრ ადამიანს ნახავთ, რომ უნდოდა ეკლესიაში მოსვლა. მაგრამ ვერ მოდის. ყველას თავის საზომში უნდა დამოძღვრა. ანუ ის იმ სასტურში არის, ეშმაკ ძალიან ბევრი ხრიკები აქვს, რომ დაიჭიროს ადამიანი. და როცა ადამიანი მოდის ეკლესიაში და ამბობს ესეთ რამეს, რომ მინდა უფალთან და რა გავაკეთო, არის ესეთი ძალიან უბრალო მარტივი რჩევა, რომ შენ ილოცე ასე. ღმერთო, ქრისტე, მე მინდა შენთან. შენთან მინდა, უყურეთ, შედარება არის ესეთი, შვილები ხო გაზარდეთ, არა? პატარა რო არის ბავშვი და რომ მოდის შენსკენ და გეუბნება, მამიკო, დედიკო, შენთან მინდა. რა შვები შენ? მიუბრუნებ ზურგს აჩვენებ და წახვალ შორს, გამორიცხულია, ხო? გაშლი ხელებს და ჩაიხუდებ, ხო? ესია ღმერთიც. შენ მშობელი რო ხარ, შენ ხარ ხატი და აჩრდილი იმ მშობლობისა, რომელი მშობელიც არის ღმერთი ჩვენი ყველას. და დღევანდელი სახარება ზუსტად ამას მოგვითხრობს. მათეს თავისაგან ეს ხდება საყვარელო, როდესაც უფალმა 5 პურით 5000 დააპურა, ამის შემდგომ მოციქულები გაუშვა ნავით და თვითონ ავიდა მთაზე ლოცვად. და შუაღამეს ქარიშხალი ამოვარდა, პირით კერძო ქარიშხალი იყო და ნავს ემუქრებოდა ჩაძირვა, რომელშიც იყვნენ მოციქულები, მოწაფეები. ესეთ განსასწრელში აღმოჩნდნენ. ეხლა ძალიან გთხოვთ, რომ მომისმინოთ ყურადღება. ესე იგი, ჩვენ ძალიან ხშირად აღმოჩნდებით ხოლმე რაღაც დიდ განსასწრელებში და ჩვენ ამ დროს გონია, რომ ღმერთმა მიგვატოვა. მაგრამ შეხედე, ერთ ნავში არიან ქრისტეს 12 მოციქული, რომლებმაც შემდგომში მთელ ქვეყნიერებაზე სახარება უნდა გაავრცელონ. რა ხდება? იღუპებიან, ამოვარდა ქარიშხალი და ნავს ემუქრება ჩაძირვა, იღუპებიან, რა ხდება? დაავიწყდა ღმერთს, ნუ იყოფინ, არა, არავითარ შემთხვევაში. არის განსასწრელები, რომელსაც ღმერთი მიუშვებს.
განსასწრელისგან ადამიანი გამოისდება და როგორც ოქრო გამოხურდება და გამოხურებული ოქრო მე ფორმას მისცემ იმას და ისეთი ლამაზი არის, აი ესე არის ადამიანს. მიუშვა ღმერთმა მოციქულებზე ეს განსასწრელი. რატომ მიუშვა? რომ გაზრდილიყვნენ, რომ სახარებაში ეს ამბავი მე მოთხრობილი ყოფილიყო და მე და ჩემნაირი კიდე სხვა მრავალი რომლებიც უფლის სიყვარულით ვცდილობთ რომ ადამიანების გულამდე და გონებამდე მივიტანოთ ეს ჭეშმარიტება, ეკადაგა დღევანდელი ჭეშმარიტება. მიუშვა უფალმა განსასწრელი მოციქულებზე და მეოთხესა სახმილავსა ღამისასა მოვიდა მათთა იესოს სვლით ზღვასა მასზედა. ღამის მეოთხე სახმილავი არის შუაღამე. სახმილავები ნათქვამი თქვენთვის რასაც ნიშნავს, ხო? ადრე ხო საათი არ იყო და სახმილავებად იყო დღე, ჟამებად იყო დღე და სახმილავებად ღამე დაყოფილი. რომაელი ჯარისკაცები იცვლებოდნენ იმ სადარაჯოზე და პირველ სახმილავზე შეიცვლებოდნენ, მეორე სახმილავზე და შუაღამეზე უფალი მოდის მათთან ზღვაზე სვლით. და იმდენად შეეშინდათ მოციქულებს, რომ ესე იგი შიშისაგან ღაღა ტყვესო, ყვირილი დაიწყეს. რომ ქრისტე მოჩვენება ეგონათ. მაცხოვარი ამშვიდებს, მადა ეუნება. კადნიერი ყვენ, დუგეშინინ მე ვარ. ხო და მოციქულთაგან პეტრე, რომელიც გამორჩეული იყო თავისი მხურვალებით და ყოველთვის ას გამოირჩეოდა თავისი კადნიერებით უფლის წინაშე, ოღონდ კეთილად რომ გავიგოთ ეს კადნიერება, ეუბნება რომ უფალო, აი უყურეთ რითი დავიწყეთ ჩვენ საუბარი. ორ სიტყვას ეუბნება. უფალო, უკვე თუ შენ ხარ, მიბრძანე მე რომ მოვიდე შენთან. ეს იგივეა რაც აი შენთან მინდა, უფალო. მიხვდით? და ნახეთ რა ხდება. მოხდა ძალიან დიდი სასწაული. საერთოდ სტიქიები, წყალი, ჰაერი, ცეცხლი, უფალს ემორჩილება ეს ყველაფერი, ხო? ეს ჩვენი ასურელი მამებისგანაც ვიცით, გახსოვთ, ხო? როგორ დაიმორჩილეს 4 სტიქია. და ნახეთ რა ხდება აი ამ საშინელ აბობოქრებულ ზღვაში, უფალი ეუბნება პეტრე მოციქულს. მოვედო. მივაქციოთ ყურადღება, პეტრე მოციქული კი არ ეუბნება რომ უფალო თუ შენ ხარ მიბრძანე რომ მე მოვახდინო ეხა სასწაული და გავიარო ზღვაზე, არა. არ ეუბნება. სასწაული აზრად არ მოსვლია პეტრე მოციქულს. რომ სასწაული მოეხდინა და წყალზე გაივლო, არა. შენთან რომ მოვიდე მითხარიო, მაგურთხეო. მაგურთხეო. უყურეთ აი ჩვენ როდესაც ცხოვრებისეული განსასწრელები მოვა ჩვენთან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ აი ამ ეს განსასწრელები, ეს ხარიშხალი, ეს აღელვებული ზღვა, ჩვენ უნდა გავიაროთ ქრისტეს კურთხევით. ქრისტეს კურთხევად მივიღებთ ეკლესიაში. აუცილებლად, როდესაც მოვა ესა თუ ის განსასწრელი, როგორ ეხლა, აი მიკითხავთ ალბათ, როგორ მივიღო. მივდივარ ჩვენ მოძღვართან, რაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა განათლების დონე ქონდეს, როგორც არ უნდა იყოს, ქრისტეს მღვდელთან, ჩვენ მოძღვართან მივდივართ, ვეუბნებით, ოღონდ ჩვენ სანამ წავალთ, ეს წმინდა მამების რჩევა არის ესეთი. სანამ წავალთ, უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ უფალო, ეხა მე დიდ განსასწრელში ვარ. და შენ თუ მომივლინე ესა, დიდება შენ და მადლობა შენ და, მაგრამ როგორ მოვიქცე ეხა მითხარი. მიდიხარ მოძღვართან და უეჭველი, აი როგორ გითხრათ, აი წყალი რო არ გაუვა ამ სიმართლეს ჭეშმარიტებას, მიდიხარ შენ მოძღვართან ამ ლოცვით, რომ გავომიცხადე უფალო შეინება, მიდიხარ შენ მოძღვართან ამ ლოცვით და მოძღვარი გეუბნება ზუსტად იმ გზას, რომელ გზაზეც უნდა შენ წახვიდე. უეჭველი, ეს არის ჭეშმარიტება გარდაუალი. როგორც აი მაგალითად რო გითხრათ, ეხა მოსე იყო მაშინ ებრაელიერის მოძღვარი, გამოიყვანა ისინი უდაბნოდან და მიიყვანა მეწამულ ზღვასთან და წინ ზღვა არის, უკან ფარაონია, დაღუპვის პირას არიან ებრაელები და რა ვქნათ ეუბნებიან მოსეს. გაჩერდი და იხილავთ ღვთის დიდებასო. და გაიპო ზღვა და გავიდნენ. აი ხა იმ ებრაელისთვის იქ რო იყო რო გეკითხა, რა უნდა მითხრას ეხა ამან წინ ზღვა არის, დავიხრჩობი თუ წავალ. უკან ფარაონია, აუცილებლად მუსს გავგვავლებენ, გავგვანადგურებენ. რა უნდა მითხრას ეხა მე მოსე. მაგრამ მოსემ უთხრა, ნახეთ აი ღმერთმა გამოუჩინა გზა. სად გამოუჩინა გზა? ზღვა გაიპო შუაზე და გამოვიდა. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ჩვენ როდესაც განსასწრელი მოვა, რაღაც სათამაშოებში, რაღაც გართობებში კი არ უნდა გადავიდეთ, როგორიც არის მევთრალეობა და რაღაც გაბჟუება და რაღაც ნარკომანი. ანუ რეალობას კი არ უნდა გავექცეთ ჩვენ.
ჩვენ უნდა უთხრათ ქრისტე შენ ხო მომივლინე ეს განსასწრელი მითხარი რომ მე მოვიდე შენთან მოსვლა რას ნიშნავს იცი რომ ამ განსასწრელი შენ ყურებს კი არ ჩამოყრი კი არ დაეცემი კი არ დავარდები წამოდგები და როგორც ქრისტემ რომ განსასწრელი რომ მოვიდა მასთან და უთხრა რომ მამაო თუ შენი ნება იქნება ამაცილე ოღონდ როგორც შეიძლება იქნება თუ შეიძლება ამაცილე ეს განსასწრელი ოღონდ როგორც შეიძლება იქნება აი ეს არის შენ ქრისტესავით იქცევი როცა ამბობ რომ უფალო ამაცილე ეს განსასწრელი თუ შეიძლება ოღონდ შენი ნება როგორც არის ისე იყოს შენ იქცევი ქრისტესავით ქრისტიანივით ხო და აი ნახეთ პეტრე მოციქულმა გაიარა აი ამ აღელვებულ ზღვაზე და შენც გაგატარებ საყვარელო რაც არ უნდა აბობოქრებული იყოს რაც არ უნდა დიდი განსასწრელი დაგეცეს თავს უეჭველი იცოდეს წმენოდეს და გჯეროდეს რომ გაგატარებს უფალი მაგრამ მე რა ხდება იცით ამ განსასწრელში რომ გავდივარ ჩვენთან მოდის მე დედა ყველა ცოდვისა ეს არის ამპარტაუნება და ჩვენ მე ვიწყებთ რა ვა რა მაგარი ვარ გავიარე ესეც გაუძელი მაგარი ვარ აი მაგ დროს იწყებს ზუსტად ჩაძირვას ეს მოვიდა ზუსტად პეტრე მოციქულს დაავიწყდა რომ ქრისტეს კურთხევით მიდიოდა ქრისტეს სიტყვით შენ რაც არ უნდა იყოს ღვთის სიტყვით ყველაფერს გაივლი არ არსებობიდან არსებობაში მოგიყვანა ღმერთმა და რაზეა ლაპარაკი რა უნდა იყოს რომ არ გააკეთოს უფალმა ხო მაგრამ როდესაც შენ გავიწყდება რომ უფლის სიტყვით არის ეს ყველაფერი შენ იწყებ ჩაძირვას შთანთქმას იწყებ აი ამ აბობოქრებულ ეს ამ სახარებას ალეგორიული განმარტება აქვს ის რომ ეს აღელვებული ზღვა არის წუთის სოფელი რომელიც ესე ბობოქრობს და თუ შენ გავიწყდება რომ ქრისტეს კურთხევით უნდა იარო სხვანაირად ვერ ივლი შენ იწყებ ჩაძირვას მაგრამ არ დაგავიწყდეს არასოდეს რომ როდესაც შენ იწყებ ჩაძირო უეჭველი მოგივა ესა აი ამ დროს როცა იძირები არ დაგავიწყდეს რაქნა პეტრე მოციქულმა გაიწოდა ხელი მაინც უფლისკენ უფალო მიხსენ მე უთხრა ანუ მიმართე ქრისტეს და იხსნა უფალო და რა უთხრა იცით რატომ შეორგულდი მცირედ მორწმუნეო აი თითქოს აი ყველაფერი ისეთი ცხოვრებისეულია აი ეს დღევანდელი სახარება ისეთი ცხოვრებისეულია აი რო დაждეთ ეხლა და დაფიქრეთ ხო თითოეულ ჩვენთაგანს მოგდის ეს ყველაფერი ცხოვრებაში არ ვეუბნებით უფალს უფალო შენ თუ ხარ მითხარი მოვალ შენთან და გაივლი მაგრამ არ ვეუბნებით ჩვენ უფალს იმიტომ მე ვიძირებით მithქვებით მაგრამ არ დაგავიწყდეთ იმ ჩაძირვის დროსაც რომ გაიწოდე ხელი და უთხარი უფალო მიხსენე ნუ დავეძებ ნუ მოვედებით რაღაცებს ნუ ამაო რაღაცებს მოვეჭიდებით ქრისტეს მიმართოთ და ქრისტემ როგორც პეტრე მოციქული იხსნა გვიხსნის ჩვენც თავისი მადლი და წყალობით რომლისათ ანა მამასა ჩვენის დიდება სული წმინდით ურთ უგუნითი უგუნისამდე ამინ